მე დილამშვიდობის ხალხო. გუში ყო ჩაათავდე იქ. გუშინ წინაც აი მე დღეს როგორ მეზარებოდა. დღეს როგორ მეზარებოდა ნეტაკეტა. ხელი გავიყიდა. აუ დღეს სიამოვნებით გავაგრძელებდი ძილს. მაგრამ აქვია ერთი წამით რაფის არ ვაკეთებ ისეთ მნიშვნელოვან შორე ნუ გადაირევი ხოლმე. ეს რა ვიციათ მაგრამ ეს უნდა წამოვიფარო ძალიან ცივა მე ცივა თორე ხა რო გითხრა გარეთ უირდა რაღაცა არა წუხილი ო მაგარი ქარი აი უმაგრესი ქარი იყო გავოვედი ერთი და იმებს დავხედე ნასკებს მეთქი უკეთია ის რა ქვია შპილკები თუ უნდა მეძებო უბნის გარშემო წერილობით უნდა მოვხაზო და იქვეძებო აი ეხლა ნახოთ რა გვაქვს საჭმელი ზოგადად რა აქვს საჭმელი ყველი არის სმეტანა არის ლობიო არის ცოტა ეს რა ქვია ეს დილის ხარ მაცივრის გადაბარგება რა დაწყვეტილება პატარა-პატარასთან დიდ-დიდთან დათანხმდეს ერთი ბანკაკრო და ერთი აქ ეს რა გვაქვს ნახოთ ეს კერძი რაცხა ხორციანი და ეს არის ერთი ჩახოხილი ერთი ჭამი ლობიოს რა უშავია კი რა კაკეთო ან შეგოქ ერთი ჭამა სუპია თან ჭუჭელი შევალაგოთ მოდი და თან მინდა ერთ რაღაცაზე ვილაპარაკო არა აქეთ დაგისვათ კითხვა აი მე ეგ არ მყავს როცა რიცხავენ და დანებიდევს ასე იმაში საწულში თუ რაც აქვთ იმიტომ რომ არაერთხელ რაღაცის სასაღებად ეს ვერ დამინახია და ესე გადამიწვდენია ხელი და ჩამომიკვრია რამდენი ფრის იყო ჩანგალი სტუმრები ყვავდნენ და ვიცი რომ მოველი ლაშეს დაერიცხა აუ ჩემ ბრალი არ არის თვითონ შუქია მასეთი განათების ამ კი კარგად ანათებს მაგრამ კამერისთვის არის ცუდი ახსაკადე რა შეიძლება რომ გავაკეთო დილით საჭმელი რა მართლა მეინტერესებს დილით არა მე რომ მოლე მე ესთვის თუ არაფერი გავაკეთო და კეთილინება ნაჭამოდის მეგონი კაი გამოსავალია ამას აკვდე გადახარისხება წერილმაცივაში გადახარისხება გავაკეთე ეხლა გავახსენე ეს აი გუშინ დილით რა შევწვი გუშინ კარტოფილი მქონდა მოხარშული და გუშინ ეგ მოხარშული კარტოფილი დავბრუწე დილით და არაფერი სხვა ისეთი არ გამიგეთები რაღაცები იყო დარჩენილი ერთ-ერთი იყო ეს ბაწაწინა ქვაბში ჩავყარე ვერმიშელი რაც დარჩა ის უჭარო ხო ესა იქიდან
მათთან მომწვანილი წარმოთავაზა. არ არის მწვანილი. არას მწვანილი. ეხლა რა შეიძლება გუშინდე საღამოს ვიდეოს. რო ავტვირთე ვიდეო. ანუ ვიდეოს აზრი თქვენი ჯერ იმას ვიტყვი რა, არა უდავო. ვიდეო რო ავტვირთე ან მიყვარს ხოლმე ესეთა რომ საუბრობ და ფარო მოძრაობ, მაგრამ უნდა წავიდე ხარხო და მეგონი დილით რომ ესე და ის ადამიანი არ არის თქვენთვის შეყვილი. იმიტომ რომ დაწინებული ვარ თქვენ სირბილის დროს მიყურებთ. თუ დილით მიყურებთ, სირბილის დროს მიყურებთ. გუშინ რო ვიდეო ავტვირთე წავშალე. იმიტომ რომ YouTube-მა დამიბლოკა. არ ვიცი რატო, არც ერთ კადრში არავისი ბრენდი არ ჩანს. არც ერთ კადრში არაფერი ისეთი არ ჩანს, რომ გაოცებულიყო. მაგრამ ჩემ და გასაკვირად გაოცდა და წავშალე. ამდენ კიდე დავდე ისე. უფრო იცი რა იყო? ანუ შეიძლება ვიდეო შემოსავალიო არ გააკეთოს. ოღონდაც რა, ამდენ კიდე დავდე ისე. თავი არ ხსარ და ემუქროს და ნუ გააკეთოს. ხო და დავდე. ანუ გავუცდი რომ რატო დაბლოკა თქო. მაგრამ ყველაზე მაგრად გავუცდი ერთი კომენტარის გამო. გამიკვირდაო ესეთი ვიდეო რომ გადაიღეო. ბავშვთან ერთად თან მართლა გამიკვირდაო. მე მეგონა რომ ამ კომენტარს იცი რა, მოდი ახლა უცბად ვიტყვი სანამ გავაგრძელებ, რომ ზოგადად ახლა მე ვამბობ, რომ გაქვთ თქვენ უფლება, რა თქმა უნდა, კომენტარის წერის, როგორი ორთქლი გაუნდის. გაქვთ, აბა მარისთვის არის კომენტარების ველი თუ არ დაწერეთ, მაგრამ მე თუ კომენტარი დაგეტოვეთ, იქ პასუხი გაგეცით, შეიძლება არ მოვიდეს თქვენამდე, იმიტომ რომ ვიცი მაგ კომენტარების მიდი-მოდის სიტუაცია და ისიც ვიცი, რომ იკარგება კომენტარები, როგორც ჩემი, ისევე თქვენი და მოკლედ. შეიძლება არ მოვიდეს. ხო, ჯერ ეტყობა ეგ იცოდა და იცის და ქალბატონმა ფატიმ დამიწერა ყველა კომენტარის ქვეშ ერთი და იგივე კომენტარი. ყველა მოვიდა. ხოლო, ამიტომ იქ პასუხი შეიძლება დაგიწეროთ და თქვენამდე არ მოვიდეს, ამიტომ ნუ გგონიათ ხოლმე რომ არ მაქვს უფლება რომ პასუხის სახით კომენტის ვიდეო ჩავწერო. სრული უფლება მაქვს და ამ უფლებას გამოვიყენებ. და მეც გკითხავთ ქალბატონო ფატი, რამ გაგაოცათ? ეგ ვიდეო გასაოცებლად კი არ იყო. აი ძილის წინო შეგხვდება და თუ გაქვს სურვილი, თუ ამდენად არ მომიწერია პირადში, რომ ვიდეო დავდე და დროს ნახეთ მეთქი. თუ გაქვს სურვილი, უნდა უყურო და თუ უყურებ. არაფერი ისეთი არ იყო, რომელსაც ან ბავშვთან ერთად ვერ ნახავდი, ან ბავშვთან ერთად ვერ ვყურებ. ეს ერთხელ გაგიზიარეთ თქვენ ეს ვიდეო. თორე ჩვენ ესეთ ვიდეოებს მე რო ძივარ ხოლმე საღამოთი ან ნინო რო დაწვება ხოლმე და რომ მეტყვის რომ ცოტა ხანი ჩემთან იყავი და რაღაცა შემაქხობე ტელეფონი და რაღაცა სახალისო რაღაცებს უყურეთ. და ეს ვიდეოები ზუსტად მსგავსი ვიდეოების ტიპის იყო. რამ გაგაკვირვათ მართლა მაინტერესებს. ეხლა თან მინდა რომ მე გავაკეთო, რომ აშკარად ვშივრები ვრჩებიან. რა შეიძლება გეხოცებდი თაფაში მაკარონი რო გავაკეთო რა? ამ მაკარონს მომიტან და მოვალ, კაი? ცოტა მაკარონი მოხსნა მომიტან. ეხლა მაგას თაფაში ჩავდა მოხლი. მგონი აინთება. ესე.
არა ეს რაღაცას დაასკდები თუ ეჭველი ვიცი. ჯერ აღვთო. აუზეთი არ არის. სადაც მაკარონი მაქვს, იქ მაქვს ზეთიც და დავახიც და გავუტანა და მეზარი მაყვა ეზე უკან შეტრიალი. ეხლა სანამ თან მაკარონს მოვხლი და სანამ გამწევს ჩავთავ. მინდა მართლა მინდა რა ეს ვიდეო ჩავწერო. ეს არ არის ვიდეოზე კომენტარი. რაღაცა არც ის რომ ვაიმე ეს როგორ დავიწერეს? ვერ არის. ეს არაფერი უბრალოდ ეს ადამიანი გაოცდა ხოლმე. გავსი რაღაცა არის ისეთი რაღაცა დაუყარია ხოლმე. სხვადასხვა შეხოთი ჩვენ ახსენეთ ისეთი ადამიანი. არ დაწერე, ახლა დაწერე. ადრე დაწერეს კიდე რომ თუ შედავ მიმღებლობა არ აგაქვე ესეთი იმის. არა. ანუ ეს რაღაცებს როგორ არა მაგ მე რო საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ და ვიღებ სხვის კრიტიკებს კი იციან ძალიან ბევრ მაგრამ ეხლა ბოდიში ვიღაცა რომ რაღაცა სხვას გადავა და ის არ მესიამოვნება ეს სხვას გადასული არ არის ეს არის უბრალოდ აქეთ ვუბრუნებ კითხვას რაზეა გაოცებული რატო გაოცდა ესეთი ვიდეო რო დაინახა ანუ ისეთი ინფორმაციები იყო რომელიც ბავშვმა არ უნდა მიიღოს ან ბავშვმა არ უნდა ნახოს ან ბავშვი ამ პერიოდში უნდა გამოკეტო რაღაცა ჩარჩოში მოაქციო რომ არაფერი ინფორმაცია არ მი თუნდაც გადაგვარებული ინფორმაცია რამდენიმე ვიდეო იყო ის კი თუნდაც ბიკინიანი ბიჭები რო იყვნენ და ის რაღაცა შავი სახე რო ჰქონდათ და რაღაცა ანუ ეს ინფორმაცია უნდა დაუვალო არა ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდო ოღონდ უნდა ისე მიაწოდო რომ ეს არის გადაგვარებული და ეს არ არის ნორმა და თუნდაც უნდა გაიღიმო აბა რა უნდა დავდგე და მივცე ის რა ქვია ცული და დავაჩეხინო ამ დროში ყველანაირი ინფორმაცია უნდა მიაწოდო შენივე შვილს შენივე ხელით ხო რამდენად არის ისეთი ვიდეო რომ ბავშვისთვის ეგ რა არის ვიცარებს უყურებ ვაიმე მოდი ხა იცი რას ვიზავ 2 წუთი გავთიშავ სანამ ამას დავხლი კარგად თორე ხმა იქნება და წყალს რო დავასხავ მე მოვალ თქვენამდე და პატარა ვიდეოები მინდა ერთ-ერთი სიტყვით თქვა რა 2 წუთი გავთიშე სანამ ოდნავ კაფე შეგვიძლია წყალი დავასხა თორე მე ძალიან ურთქლი დგება ხოლმე და რომელი საათია ხა 5 წუთია ხო უკეთ 1-5 წუთით და ბავშვსაც გავაგვიძებ თან ის ნოვაჭამურა კარაქენებული და ჩაიდეს მაგისთვის არ მინდა და აღჩქარ ხო და ეხა დავამთავრე ძალიან დიდხანს არ გავწელი ხო ასწორე ესე გავწერო არ გავწევ დოვესტოსიანებს ნერვოზი აქვს გაჩენილი მოკლედ ესა ანუ რაღაცნაირად გონიათ ხოლმე რა რომ პასუხი არ უნდა დაუბრუნო და არ უნდა გავცე. ანუ რეაქცია შეიძლება არ მქონდეს თმებზე ბოდიში დასაბუთებად, აი ეგ ვარ მოვარდნილი პაპუასივით. ეხლა თქვენ შეიძლება დაწეროთ რომ ყურადღება არ მიაქციო და რაღაცა გაატარე და რაღაცა რა და არა არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. თან ეს ისეთი კომენტარი არ არის რომ ვაიმე რაღაცა შევღონდი და რაღაცა ესეთ ანუ იცი რა არის რაღაც მომენტში ხოლმე რომ რაღაცა დაწერეთ რაღაცა რაც ანუ იცი რა სიტუაციაში მგონია ხოლმე თავი რომ ერთხელ რომ ორჯერ რომ უნდა მე ზედრო ამოდიხარ და თავზე რო ვაძიხარ ადამიანს ბოდიში ამ სიტყვას რომ ამბობ მართლა არ მიყვარს ესეთი რაღაცის ხსენება მაგრამ იცი რა არის ზღვარი თუ მე ვიცი შენც უნდა იცოდე ვიღაცა ადამიანმა ზღვარი
ის კი არა რომ ვაიმე ხარ შეიძლება გაუწეს ეს მე ეს რა დამიწერია და რაღაცა ეს რაღაც არ დამიწერი რაც არ უნდა იყოს მე გადავწყვიტე რომ ესე პასუხები უნდა აუცილებლად გავცე ხოლმე იმ სახით შეიძლება კომენტარი არ მოვიდეს თქვენამდე იქვე რომ პასუხი მოგცე და აი არა მაქვს იმისი სურვილი რომ გავჩუნდე ხოლმე ვიდეო მოგიწვნათ კი არა ესეთ კომენტარის ავტორებს არ ან ჩემი სიტყვა შეიძლება რაღაცა ვიდეოში რაღაცა კომენტარის გამო თქვა ხოლმე და დაგაფიქსირო პასუხის გაცემას აუცილებლად ვაპირებ აბსოლუტურად ყველა კომენტარზე ვიდეოს მიწვდას არა ეს სხვადასხვა რამეა კიდე თან იცი რა არის კაცო რა ვერ გამიგია ანუ დღევანდელ კომენტარს არ შეეხება ესეც მაგრამ აი ადრეც რო ხო ყოფილა ანუ მეცა შენ როგორც დღევანდელი რა რომ ანუ ვერ წარმოედგინა რომ მე ვიდეოს ჩავწერდი ადამიანო ტიტულა არ ამჭდა არც მე არც ბავშვი რაღაცა ვიდეოზე ვიხალისებ და კიდევაც ვიხალისებ იმას კი არ დიშავს ეს კომენტარი რაღაცა გულთ დაგვეტყვა არა რატო მომიქცევთ რატო მომიხაზავთ ხოლმე ჩარჩოს ადრეც იყო რაღაცა ზღვარს რომ ანუ რაღაცა ამის აქეთ უნდა შემოგთავაზო ამ აქამდე უნდა შემოგთავაზოთ ვიდეო და არ შეიძლება ზღვარს გავცდე ჯერ არაფერი ისეთი არ გამიკეთებია რომ ვიღაცა გაუცებულიყო ჩემს ვიდეოში რაღაცა ასაკთან შეუსაბამო ვიდეოთი რაღაცა გარყვნილური ვიდეოთი რაღაცა ვითომ ცენზურა რო ადები ვიდეოთი და ვითომ რა ქვია იმას ტაბუ დადებული თემები გამოვიტანო ეგრეთ წოდ ტაბუ არაფერს არ ადებ უბრალოდ უნდა იცოდე სად რა თქვა რა და სად რა უნდა ილაპარაკო ხო და ანუ რატო მიწესებ თქვენ მე ვიცი მე ეს ჩემ თავს მე თვითონ და უწესე ზღვარი მარტო ვიდეოებში არა ნებისმიერ საკითხში ვიცი სადამდე უნდა მივიდე და სადაც ჩერდები და ნებისმიერ თემაში სადაა ზღვარი რაღაცას და რა უნდა გადაკვეთო მაგრამ აი თქვენ უარესად რატომ მიწესებთ ხოლმე რომ რაღაცა ვერ წარმოგიდგენიათ ახლა ესეთი ვიდეო ვერ წარმომედგე გაოცებული დარჩა ამის წინა ვიდეოზეა ხალხი უბრალოდ უნდა დაჭდე და რაღაცა რამდენიმე ვიდეოა რომელიც ნებისმიერ შეუძლია შეხვდეს სოციალურ ქსელში ხო და ნუ რატომ მიწესებთ ამ ზღვარს როდის გითხარით მე ან როდის მოვედი მე ან მინდა რომ ის შარავანდედით როდის მოვედი მე და მეკითხარით რომ მე არაფერი მე თქვენ კი არა მე ვარ გაუცებ თქვენ რა და თქვენ და კიდე რა არ მესმის ჯერ ეს რადიკალური ცვლილება არ მესმის ხოლმე აი ნანა იძახდა ხოლმე უყარხარ მაგას არ ვამბობ რომ აი მარტო მართლამზე დამთვარე უნდა ამოგდიოდე და ამ კომენტარებს ვიღებ მაგას არ ვამბობ აი რადიკალურად რომ გაოცდებით ხოლმე მაგას ვამბობ და უცბად რომ რაღაცა უცბად ვერ წარმოგიდგენიათ უცბად რაღაცა და ამავდროულად იბრძვით რომ Facebook-თან ჩემთან ახლო იყოთ მე ვერ წარმოვიდგენი რაში მაინტერესებს ვიღაცა ვის მიმღებლობაც არ მაქვს ის სხვა სოციალური ქსელში შევიდე და იქიდანაც მივიდე მე არ მესმის ამიტომ კიდე რო არ გავოცდეთ ქალბატონო ფატი ვიზუალურად ვიცი ვინც ხარ და აი ანუ არ მივცეთ თავს იმის უფლებას რომ რაღაცა სხვანაირად თქვა რაღაცა მაგრამ იქ რო არ მოგწონ ხარ იქ რატო ხართ იქ რო გავოცდით იქაც ხო გავოცდეთ იმიტომ მე ძირთადად YouTube-ზე რა ვიდეოსაც ვდებ ზუსტად იგივე სტილით მივიდივარ Facebook-ზე არ მაქვს ვლოგები რა თქმა უნდა და არც არაფერი ეგეთი მაგრამ აი სიტყვაზე შემეძლო იქიდან რომელიღაცა ვიდეო და მე তো Facebook-ზე და ვდებ კიდეც ხო და იქაც რო არ გავოცდეთ მე მაგისგან დაგიხსენეთ არავის არ ბლოკავ, არავინ არ დამიბლოკია, არავის არ ვუზღუდავ წერის უფლებას, უბრალოდ თქვენ თუ უნდა დაწეროთ და მე მივიღო, მაშინ თქვენც უნდა მიიღოთ ჩემი პასუხი.
იმიტომ რომ ამ პასუხს მე მგონი არა აქვს არანაირი ზღვარი გადაკვეთილი და არავის არ ვაყენებს შეურაცხყოფას. უბრალოდ სანამ გაუცდებით ხოლმე, კარგად დაფიქრდით. იმიტომ რომ მე მეცა ვოცდები და მე კიდე ვერ ვფიქრობ. არა, როგორ ვერ ვფიქრობ, მაგრამ მაინც. დავასხი და წავალი ხა სანამ მე მაღლა რიტუალს ჩავატარებ ბავშვების გაღვიძების, საწოლების შემორბენის და ტოშასრუტიც უნდა ჩავთა აუცილებლად, გუშინ მიწის თხილი და ხალა ვარბარე და პატარა ჯამებში კი ჭამე ხოლმე, მაგრამ იმის ნაფრთხელი მაინც ყრია და ამიტომ მოვასწრო სანამ წავალ. ხო რა. ანუ ბევრის თქვა მართლა არ ვიტოდა ხალხო, მაგრამ იცი რა მიყვის, რატომ მოითხოვთ ჩემგან რაღაცა რა ვიცი, ზე ღვთიურს თუ ზე სასწაულს თუ რატო ვერ წარმოგიდგენიათ? მე ეგეთი თავეწლება ხო დამიტოვია ნებისმიერ თემაზე შემიძლია რაღაცა გაიხუმორო, ნებისმიერ თემა გადააკეთო ხუმრობად და რაღაცა რა. ანუ მეტი პოზიტივი ხარ ხო? სადაც იმდენი ხანი ცხოვრობთ თუ ცოცხლობთ თუ რაღაცა და სანამ ერთმანეთზე ძალიან გავოცდებით, ჩვენ თავზე გავოცდეთ ხოლმე მართლა რა, მართლა. როდესაც გვაქვს ხოლმე და ნინოს დრო, ანუ პატარა შესაბამისად და ჩვენ უფრო მეტ ხანს ვატარებთ ხოლმე ერთად, იმიტომ რომ ივანე როც სკოლიდან მოვა, იქ ცეკვა, იქ აკრიანის მუსიკის რეპეტიციაზე მიდის და ანუ არ გვაქვს ისეთი რაღაცა როგორც მე და ნინოს ურთიერთობა, იმიტომ რომ ისინი სულ არიან, თუ სახში არიან კიდე ემზადებიან რაღაცა და რაღაც მომენტში კიდე ან ფილმს უყურებენ არის და იქ ჩაუხტები რომ რაღაცა. ანუ მე და ნინო უფრო მეტ დროს ვატარებთ ხოლმე ერთად, ნუ ბარბარეც შესაბამისად რა, ბარბარეც მაგვიდეებს რომ ბავშვებთან თვალიერებით ბარბარე კვდებოდა სიცილით დიდ მკერდიან მაიმუნზე სხვადასხვა. ხო სანამ გაუცდები ახლა კიდე გითხარი მაინც. ხო და ანუ შეხედვართ ხოლმე ესე ანთმებს მიკეთებს ხოლმე რაღაცა და ესეთ ვიდეოებზე ვიციდი ვართ ხოლმე და ვერთობით ხოლმე. ხო და მაგის ჩარჩოსაც უნდა მიწესეთ ძალიან ავთხოვ რომ რა დონემდე ვაყურებინო ბავშვს რაღაცა და რა დონემდე არა. ვერც მაგას ვერ მასწავლე. და სანამ ძალიან გაოცდები, აი კიდე ბევრ რაღაცაზე რა ვიცი, გეტყვი რომ მე იგივე პრინციპით ვაპირებ გავაგრძელო ვიდეოები, თუნდაც ესეთი ვიდეოების კიდე ვაპირებ რომ დავდო. ოღონდ ის ვერ გავიგე YouTube-ს რა თქმა უნდა. ანუ თქვენც ვერ გავიგე, მაგრამ YouTube-ისაც მაგრამ. ანუ ვიცი რა არის ძალიან მართლა მეცინება რა მაინტერესებს ხოლმე ერთი რაღაცა. ზოგადად, როდესაც თქვენ ფიქრობთ, თქვენობით მოგმართავთ ასეთ ხალხს რა, ვინც უცბად გაუცდება ხოლმე. მიყურებთ და შეიძლება მეც ვუყურებ ადამიანს, ხო და არ ისეთი რამე გააკეთა, მაგალითად 100 ვიდეო ვუყურე და მე 100 ვიდეოზე ისეთი რამე გააკეთა, რაც ჩემი არა. რასაც სიტყვაზე მე არ გავაკეთებდი, რასაც მე არ ვიტყოდი, რასაც რაღაცა. ანუ არ ზის ჩემში. მე 199 მომეწონა, მე 100 არა. იმ 99-ზე შეიძლება არც ერთზე არ დაწერო, არც სტიკერი არ ქნა, არაფერი არ ქნა, მაგრამ იმ 100 ვიდეოზე იწვი რომ ამას შენგან არ ველოდი. რათა? ანუ ეგ ჩემი ბრალი არ არის. ეგ არის თქვენი ბრალი, ვინც ასე ფიქრობს. იმიტომ რომ რატომღაც ადამიანის მიმართ, როდესაც სიმპათიები გაგიჩნდებათ, საზღვრავთ მას და თქვენ წარმოსახვაში აკეთებთ ისეთ რაღაცას, რომ ზღვარს უწესებთ თქვენ თვითონ, თქვენს ფიქრებში. და როდესაც ადამიანი ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებს და თქვენ შემოსაზღვრულ ზღვარს ფეხს გამოყოფს იქედან, თქვენ რო შემოსაზღვრეთ, იმან არც იცის თქვენ რო ჩარჩოები გავუკეთეთ, ეს როგორ გავაკეთე.
მეასე ვიდეოზე. და ხო შეგიძლია ამ მეასე ვიდეოს სიტყვაზე გაატარო. რამდენი რამე გვხვდებათ ადამიანებო ნებისმიერ სოციალურ ქსელში. ისეთი რაც არ მოგეწონება, უნდა შეუვარდე და ეს როგორ გააკეთე. იმას ისე უნდა და ისე გააკეთე და მე თუ არა მაქვს მაგის მიმღებლობა, გაატარო. მე ხო არ მითქვია რომ მე ამას არ გავაკეთებ და უცოდ გავაკეთე. და გააგრძელე 101 ვიდეოდან. არა, ეხლა შეგიძლია გააგრძელო. არა, მართლა მაინტერესებს. მართლა. ხო, ესეთ ვიდეოებს ხო, ის მინდა და ეხლა ვიდეო დავიწყე, პირი რო გავიწმინე და პირსაც მე აქ კიდია. ხო, დომესტოსიანს დავასწრებ, იმიტომ რომ მე იცით ხოლმე რომ ესე დომესტოსიანი სიტყვა მიყვარს. ნებისმიერ თემაში რო შემოხდება ხოლმე ვიღაცა დალაგება, სისუფთავე, ჭურჭელი, ეზო, ძაღლი, კატის დომესტოსიანი ის არის რა ქვია. შორენა და ანა. ხო, დომესტოსიანებს ვეტყვი რა მოკლედ რა, რომ ეგ პირსაწმედი მეორეც ამაქვს, ეგ არის ჩემი პირსაწმედები. ანუ არ გეგონოს რომ ჭურჭლისაზე გავიწმინე, მაინც თადარიგს დავიჭერ და სანამ კიდე გავოცდები. ხო, ეს ერთი. კიდე რა, ხო, ამაზე უნდა მეთქვა კიდე. დომესტოსიანი ვინც არის და ეხლა მაინდა-მაინც ჩემს ვიდეოებს ჩამოუყვება და წითელი რამდენ ვიდეოში მათვე იმაზე გადაირება, გეტყვით ხალხნო, რომ ალბათ ზედიზედ ხალხნო არა დომესტოსიანებს ვიტყვი, რომ ეს ერთხელაც მაპატიეთ, დღევანდელი დილა ეს ამის ჩაცმა ძლივ შეუსრულდა ალბათ რაღაცა ზედიზედ არ ითვლება ეხლა 15 წუთია მათვე. გუშინდელიდან ზედიზედ რაღაცა 12 საათი რაც ზედ ვაცვიო. თქვენთვის ვიდეო შეიძლება 3 და 4 დღეა ვცვიო, მე არ ვაცვიო. ხო და დომესტოსიანებს შიგადაში ესა დაგამშვიდებთ ხოლმე, მე თვითონ დაგასწრებთ რა, დაგასწრებ. ხო და ესეთ ვიდეოებს დავაწერებ დომესტოსიანებისთვის. და გეცოდინებათ რომ იქ რაღაცა ყდება. და თუნდაც დომესტოსიანი იყოს ჩემს არხზე გაოცებული ადამიანი. იცი რა, მე რაღაცა ვიდეოს რო რაღაცა პასუხს რო გაგცემთ ხოლმე, მე გწივით. შედალოცილო ადამიანი. სანამ რაღაცას დაწერ, იქნებ იფიქრო, რომ სხვაც აოცდება და სხვასაც წვინის. ის კი არ წვინს, რომ ვაიმე როგორ გაბედეთ. ის წვინს, რომ წვინს არა ისა. ის წვინს, რომ ისე რა ქვია. ჩარჩოებს მიწესებთ. თქვენვე ამსხრევთ. და მე მიწერთ ეს როგორ გააკეთე. ოღონდაც რა, წავედი ხა მე ბავშვებს გავაღვიძებ და მივხედავ და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ. უბრალოდ ესეთ კომბისა ვიდეოებს ჩავწერ ხოლმე. მეც ამოვიგაგანებ, მეც ვიგაგანებ, მეც ვიტყვი, თქვენც იტყვი და ასე შემდეგ, ასე გაგრძელებ. უბრალოდ იცი რა არის? რად გავოცდით? მართლა გავოცდით? იქ დაგიწერეს რომ შეკაი ადამიანი გაოცების მაგერად გეხალისაო. პირველი ვიდეო რომელსაც ბოლომდე არ უყურე. ისევ დაცარა. არის ეხლა ის უნდა ჩავთო გამწოვი. და ამიტომ ხმაური იქნება და მეც გავიქცევი. უივე, წავედი ხაფო კარგად იყავით დილაბშირობისას მოგებსალმებით კიდევ ერთხელ და ბედნიერ დღეს გისურვებთ, საქმეა დღეს გისურვებთ. ხო და დომესტოსიანებს კიდევ ვეტყვილებ მსგავსი ვიდეოების ჩაწერას ვაპირებ. იმიტომ რომ ჯერ ერთი ვიდეოს თემა არის, მეორეც ის რომ სახალისოა, ჩვენივად რო გავატარეთ, ჩვენივად ვიცინეთ. სხვათაშორის ეს ვიდეო რომ მომეტანა ბატონო ფატი თქვენამდე. თქვენ კი არ უყურეთ, მაგრამ მე ვეცადე. ანუ ესეთი ვიდეო რაც უწუხელ თქვენ გაოცდით, რომ ჩამეწერა და მომეტანა თქვენამდე. აი ამ ვიდეოს როგორც ხავ წერ, ამაზე 5-ჯერ მეტი შრომა სჭირდებოდა. ანუ იმიტომ რომ კადრები დაიდო, იქ ერთმანეთს უნდა დამთხოვდა, ლაპარაკი და კადრები და რაღაცა და ანუ თქვენ ამას ვერ იაზრებთ. უბრალოდ ძალიან ოცდე, იმდენად გაუცდით, რომ ეს ვერ გაიაზრეთ.
და მე ამის გაკეთებას ვაპირებ ისე, იმიტომ რომ მე მომეწონა ესეთი სტილის ვიდეოები და დინოსთან ერთად ვაპირებ ამის გაკეთებას, იმიტომ რომ შვენივრად იხალისა ბავშვმა დილის წინ, ასე რომ როდესაც გასაოცებელი ვიდეო იქნება, წინასწარ მოგწერთ ხოლმე. კაი რომ თქვენ ძალიან არ გავოცდეთ. ხო და ვინც კიდე იმაზე ოცდებით ხოლმე ვიღაცას პასუხს ავცემ, ანუ აბა რა თავი დავხო და დავიქნიო კიდე თავი და იმ ძალიან ბევრი დავიქნიე თავი, მაგრამ ცოტა კიდე ზემოთ მოდიან ხოლმე მსგავსი ტიპის ხალხი, ასე რომ თავს კი არ დავიქნევ, გავიქნევ რომ გადაცვიდნენ. და წავედი.